დილამშვიდობის. კი, ნელა. გეთანხმებით ნამდვილად. მივდივართ სამსახურში. მაცვია ის ქურთუკი, რომელზეც გეუნდებოდით, რომელიც უსქელესი, აი მართლა ისეთი სქელი რომ ვერ ვსუნთქავ, მაგრამ კარგი ისე რომ საერთოდ არ მცივა. წინ კლავს სამწუხაროდ. მარიკოს წამოიყვანს მამამისი, რადგან მე ადრე გავდივარ და ადრეც რო არ გავდიოდე. სუსტად ვარ. მარიკოს ხელში აყვანები და რაღაცები ჩემთვის 1-2 დღე კიდე ცოტა ზედმეტია. მე შაბათი კვირაც ემთხვევა და რაღაცნაირად იქნება შაბათიდან უკვე ისე ვიყო, რომ არ მქონდეს პრობლემა, რასაც ან დაბურულად ჩანვარ. არ ვიცი რატო. მე მართლა ბნელა ხალხო. საერთი ხوار შემეშალა. ამ ქურთუკს ესეთი ნაკსოვი აქვს. გაშლილ მდგომარეობაშიც და რაიმე მიშველეთ, ვისიც ახლები. ახლა მიშველეთ. და ძალიან ლამაზია, მე სადმე იქნება მივაყუდოთ და არ ვიცი, სადღაც მიგაყუდეთ. აი ესეთი ქურთუკია. გადავიხადე 80 ლარი. ძალიან საყვარელი ისინი აქვს. ნაკსოვი ხელებზე და ძალიან მომწონს. ახლა დაგიმალოთ. ხშირ შემთხვევაში გადმოშვებულია ხოლმე, მაგრამ ახლა რაღაცა არ მინდა. წავედით სამსახურში. სადღაც ყეფით თავს იკლავდა ნანტასად გაქრა. ვიღაცა კაცი გამოვიდა, იმედი ეგ მაინც მეშველის. დღეს მეტრომანსვა და გაუვიდა ბარაც. ხო და მაგის 40 ლარიც ჩავრიც ხოთ ბარე. თუ არ დამეზარა. ნახოთ. იმედი მაქვს ახლა ისე არ იწვიმებს, სანამ სამსახურთან მეორე თავს მოიკლავს. ანუ ტროტუარზე რომ ეს ხდება როგორ გავიაროთ, ხო არ იცით. სხვაგან გაივლი და ყვირიან და კივიან სამანქანოზე ნუ მიდიხართო და არ ბატონო. სხვა გზა არა გვაქვს. ზრეთ ყულად გვიჩხუბებით ხოლმე ხალხს. ახლა იმამდე რა ქვია, ლამის მუხლავე ფოთლებში ვერ ყვივლი. ამისვრება. თორე სხვა შემთხვევაში სიამოვნებით გავუყუტებდი მაფოთლებს. 10 უკლია 900. სადღაც 60 წუთში სამსახურში ვიქნები. მეტროთი წამოვედი, არ დაველოდე მარშრუტკას. იმიტომ რომ მარშრუტკა ძალიან დამაგვიანებდა და ახლა ვიქნებოდი ჯერ ისევ, რა ვიცი, სავარაუდოდ მეტროში. შესაბამისად მარტო რო ვარ მეტროთი არ მიჭირს წამოს. მარიკომ კი გაახილა თვალები. რომ მოვდიოდი და ვთქი დაიძინებდი კვადრი. კარგი დიდა. აქ ნიშანი დაგვიკიდეს, რომ ხალხი ვერ იგებდა ხოლმე, რომ აქ იყო ჩასასვლელი. გუში რომ მივედი სამსახურში, ნეტა წამეღოთქო რამე გოგოებო. ყველაფერი ზედა ორი ზედა მიცვა. ორივე იყო დედას გებსებით გასაწური. ისეთი სველი მივედი სამსახურში. დღესაც სავარაუდოდ ეგ დღე მექნება. რაღაც ანტიბიოტიკი გამომიწერა. აბის სახით, რომელიც უნდა მივიღო 5 დღე. გუში რომ მივიღე გოგოებო შუა დღეს, ანუ ამერია იდეაში რა საათებში ვიღებდი ანტიბიოტიკს, ჯობდა რომ იმ საათებში მიმეღო, მაგრამ რა ვიცი, მე რატომღაც შუა დღეს მივიღე. არ ვიცი მაგან იყო თუ რამ იყო, ვერ გეტყვით. საშინელი
გულისრევა, თაბოსხვევა, ანუ არ ვიცი რატო დამემართა, ან ანტიბიოტიკი ვერ მიიღო ორგანიზმმა, ან რო ავურიე დროები. ასე არა ვარ. მე დედამიშვილს გამხრაც ახლა. შუა დღეს მაქვს ხომ პიკი. ძალიან რთულად ყოფნის. მე მოვედი სახლში. ეგრევე დავწექი. ჩამეძინა და მე ჩემი მეუღლეც მოვიდა სახლში. საღამოს. მიყვარს ხოლმე როცა რაღაცა ყველა ერთად ვიკრიბებით. ყველა აქ არ ვართ საქართველოში, მაგრამ ვინც ვართ? ოჯახის წევრები. ვინც აქ ვცხოვრობთ ყოველ შემთხვევაში. გავიდეთ. ბევრი ხალხი შეინიშნება, რომ ეჭვი მაქვს მეტროში იქნება ჰაი. დაგებრუნდით. მიბლოკავს ხოლმე YouTube-ი. აქ გადაღებულ კადრებს ეტყობა ბავშვების ხვები მაინც ცოტა ისმის და რა ვიცი, მოკლედ მიბლოკავს და არ ვიცი. ამას თუ დამიტოვებს ვერ გეტყვით, მაგრამ ნახოთ. აშვებით ხალხო. თითქმის 3 კვირა არ დამილევია, არციანი ყავა. ხო და რაღაცა დღეს გადავწყვიტე და ზოგადად ერთჭიქაზე მეტი ყავა უკვე ისევს, ყავა დიდად არ მსიამოვნებს, მაგრამ ცოტა არ იყოს ეს მისიამოვნა. თუმცა რო გითხრათ, რომ ხა ყოველდღე დავლევ ამასაც არის, იმიტომ რომ მე ვფიქრობ მაღალი წნევები ხომ არ შეიძლება რომ ამის ბრალიც იყოს. ძიანი უნალექო ყავის. ვფიქრობ. არ ვიცი, ოღონდ რამდენად შესაძლებელია. მაგრამ დღეს ბევრად მხნედ ვგრძნობ თავს და უფლის წყალობით ორშაბათისთვის ძალიან კარგად უნდა ვგრძნობდე თავს, იმიტომ რომ გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ, ზეიმები იწყება და აი ხა ყველაზე ნაკლებად რისი დროც არის მოდუნების დრო. ანუ ხო არის აი რაღაცის დრო გაქვს ადამიანს. ძალიან ახლოს ვარ კამერასთან, იმიტომ რომ ფარდასთან შიგნით არის. короче, რაღაცა გავყ. აი მე გუშია დამემართა და მოვიყვეთ ხალხი. ვცდილობ დავიძინო, ანუ ვგრძნობ რომ გონებას ეძინება და მესმის ტელევიზორის ხმა. როგორი იცით, შემაწუხებლად რო ისმის, ანუ ღამე რო ახოთით სიჩუმედ ამ სიჩუმეში რო რაღაცა ძალიან ისე ისმის ქაოტურად რა. წამოვჯდები, უკვე ღამე 2:30-ია თუ რავი. ეს გრძელდება 5-მდე ხალხო, დაახლოებით რო გითხრით. მეთქი უეჭველი თქო, ბიძახი დაბლიდან, დაბლა სართულიდან მესმის ხმა მეთქი და დაბლა სართულზე ყავს აი უკარგესი ძმები, მდგმურები ჩემი, აი უკარგესი იმდენი წელია ხალხო ერთად მოვდივართ, იმდენი წელია ჩვენთან ცხოვრობენ, რომ აი ჩემთვის აი მდგმურები იმიტომ არის, რომ ეგ სიტყვა არ მომწონს, აი ოჯახის წევრები ვართ რა. ხო და მაგრამ მაინც ძალიან გაუბრაზდი, რომ მეთქი, ანუ ხა რომელი საათია და ამ ხელახმაზე რატო ვაქვს თქო რა. ხო და ამასობა ჩემ მეუღლეს გამოიღოძე და გეხვეწები მეთქი გარე თუ გადიხარ ერთი ნახე თქო და მიუკაკუნე მეუთხარი რომ ანუ ვერ ვიძინებ ახლა წარმოვიდგინეთ აი ბოლო ხმაზე რომ გაკივის რაღაც. ანუ გონებაში იმის დაშვება რომ მაღლიდან ხო არ ჩამოდის ხმა აი ვერც დავუშვი. და ნეტაო მამა შენს ხო არ დარჩაო ტელევიზორი ჩართულია ჩემი ქმარი მოვიდოდ რას მეუბნები მეუთხარ. როდის იყო ხა მამა ჩემს ამ დრომდე ჩართული ქონდა ტელევიზორი და შიგნიდან წევს მეუთხარ ძინავს. და თან ხო გარედან გავიხედო და ჩამქრალიაო ანუ შუქებიო. გამოირიცხა ის რომ დაბლა სართულზე ბიჭები ჩართული აქვთ და ტყუილად ბრაზობდი, მაღლა სართულზე ისიც ეჭვი არც ამიღია და არ ვიცით საიდან მოდის ეს აი ნერვების მომშლელი ხმა, რომელიც ფიზიკურად ვერ გვაძინებს. ხალხო იმ ხელახმაზე ტელევიზორი აწერა.
გათენდა დილა, აი როგორ ჩამეძინა არ მახსოვს მართლა, აი უკვე გათენებული იყო. და ავდივარ მამასთან მაღლა სართულზე რა შვები თქო. ვაიმეო, ხო და ტელევიზორში შენ ხوار ქონდა მეთქი ღამე ჩართული. ვერ გამორთეო. ხაჭე მქონდა ჯერ მეგეც არ ვიცოდი. რაღაცა მესმოდა რომ აუხსენი მთელი ღამის აბები მოკლედ და ვერც დავუშვი რომ შენ ქონდა მეთქი. ესე იგი რო გამორთო თუ დიდხანს დააწვევი ამ პულტს, რო თიშავს ტელევიზორს, მე ავტომატურად თვითონ რთავს, ანუ დიდხანს რო დააწვევი, გამორთოს და თან რთავს. და ეთყობა მანამდე შევიდა მამა საძინებელში, ჩართო იქაც ტელევიზორი და უკვე ხმა ვეღარ გაიგო, რომ იქიდან ისმოდა მისაღებიდან თუ ანუ თავისი საძინებლის ხმა ესმოდა მარტო ტელევიზორის და ასე გუგუნებდა დილამდე. ვერ გათიშო, რა ვიცოდი, მეთქა შენ თუ ქონდა ჩართული. გადავირიე მეთხარი. ვიფიქრეთ გარეთ და გამოიტანა ვინმე ტელევიზორი დადგა თუ საერთოდ ის ჭუდა და ვიციე მე ვთქვა. მთელი ღამე ხალხო, აი მე ღამე გადავიტანე, აი არ ვიცი, მე ვთქვარი ეგეთი რამე თქო, აი ბოლოს მსგავსი რამე არც მახსოვს, ბოლოს კი არც მახსოვს მომხდარიყო, მე ვთქვარი, როგორ გამამწარე. კაცი გაგიჟდა, მეც არ ვიცოდი ჩართული თუ როგორ არ გაგიღუძა, მე ვთქვარი რამენაირად, თან რა ხლახმაზე ქონა იცთა წეო. ნუ აი არ ვიცი. მადლობთ მამა რომ ღამე გამათენებინე. ძალიან დიდი მადლობა. სია და მოდი დავწეროთ ვინ იყო და ვინ არ იყო. დღეს არის 10 ბავშვი. ეს რამ თუ ვინ ეს კალამი ვინდა და დაფხაჭნა თქო მოუხდათ ბავშვებს ხელი. ესეთი ოდნავ სქელი ფურცლები დაჭრა ჩემო მეწყვილე ხო და დახატა ესენი და თოვლის ბაბუს მიწერეთ წერილები კარნახობდნენ რას სურდათ ჩვენ კი თოვლის ბაბუსთვის გავამზადეთ აი ესეთი კონვერტი ქვია ხო ბარათი უფრო კონვერტი საიდან მოვიგონე ბარათი ხო და წაიღებენ დედიკოები ბალიშის ქვეშ დაუდებენ ჩვენს პატარებს ხო და თოვლის ბაბუ მოვა და შემდეგ უკვე მოუტანს აი ამ ყველაფერს რაც მათ ისურვეს სხვათა შორის ჩვენ დაგასაკვირად ყველაზე დიდი ნაწილი სურვილი აღმოჩნდა ნაყინი ანუ არ მახსოვს რაღაცას ვამბობდი შემოვიდნენ და ხო ძირითადად გაიმარჯვა ნაყინმა ასე რომ ვთქვათ შუქი ჩამქრალი მაქვს ხაცტო ბურუსი იქნება კადრებში მაგრამ არა უშავს ვფიქრობ რომ ძალიან ისეთი საყვარელი ვაიმე ბარათები დაამზადა ჩემო მეწყვილემ ხოთა შორის ძალიან კარგი ხატვის ნიჭი აქვს ეხა აი ამის გაკეთებას მე მოვუნდებოდი 27 წელი დარწმუნებული ვარ ხო და ღამე მოვა თოვლის ბაბუ და წაიღებს მათ სურვილებს და 12 რიცხვში აქ ჩემს პატარებს ზეიმი და 12 რიცხვში ასე ვთქვათ მზად იქნება თოვლის ბაბუ თავისი საჩუქრებით ასე რომ დავაწეროთ დეკემბრის ასე ვთქვათ სიამრამე ფაილი მინდა იმიტომ რომ კაცს მარიც ხა რატო ვინდა ჯღობნა და რასთან დაკავშირებით ეს ეჭვი მაქვს რომ ამას საერთოდ ცუდ დღეში ჩააგდებენ ამ ბარათებს იმიტომ რომ შეფაპაწეწუნებს ხელი მოუხდეთ ამ რამე ამიტომ 12-ში იწყება და მერე მიდის 30 რიცხვამდე ჩვენი ზეიმები 30 რიცხვში დავთავრებთ 30-ში ვმუშაობთ დიდი აბათობით კი არა დავმუშაობთ ხო და ეს ასე
მე როგორც ყოველთვის იანვარში გადანაწილდება, ასე ვთქვათ, ზოგი ერთი კვირით წავა შვებულებაში, ზოგს თმოვდებაში ცოტა მეტითაც გააჩნია, რამდენი ბავშვი იქნება ჯგუფში, ჩვენს ჯგუფებში რამდენი იქნებიან, თუ ხა ბევრი იქნებიან, რა თქმა უნდა, ვერავინ დაისვენებს, ყველა გამოვა და თუ ძალიან ცოტა იქნება და როგორც ყოველთვის იანვარში ახლა ძალიან ცოტა ნახოთ როგორ იქნება, შესაძლოა ერთი კვირით გავიდე შვებულებაში, ალბათ ესე 7 რიცხვისთვის. დედი ეს რატოა აქ საყარელო, მოდი რა თავის ნივთები ყველა მივალაგოთ, იმიტომ რომ ძალიან რაღაც არეულები ვარ და არ მომწონსდე. მოკლედ, ახლა მოვედით. ეს სად მიირთვა ქალბატონმა? ჩაიბარე დედიკო. თან შევალაგოთ, ამე თავი ამტკიცო. სხვათა შორის გოგოებო, წელს არ ვიცი, რატო არ ჭამე თუ არ ყიდულობდი თუ რათა ჭკუა მეკეტებ, ანუ ისე მიყვარს წიწმაკი, გიჟდები, ერთი წუთით ხელი არ ახლო არაფერს თუ შეიძლება, მანდ არაფერი არ არის საშენო ისეთი. ერთი მწვანე ხახვი, ცოტა ყვითელი ჩაუდია და არ მომეწონა ეგ ამბავი, მე აღმოვაჩინე და კინძი. ამაში გადავიხადე გოგოებო, ესე ხოლმე გავრეცხოთ, მაგრამ რაიმე, სანამ გავრეცხავთ, მანამდე მოდი მას ვქნათ კაბა. 1, 2 და 60 გადავიხადე, მოკლედ მე ძალიან მინდა მანდარინი ხალხო. 3 ლარი მანდარინი, არ ვიცი რა ღიდაზია რა, არც მიკითხავს. ხა მართალია, მე ნაგვის ყიდვაში ბადალი რო არ მყავს, ალბათ ამეთანხმებით. შემიძლია ასეთი გაჩვენოთ უამრავი, რომელი ერთი გაჩვენოთ ნაგვის ყიდვაში, აი ეგ მიირთვით, და მანდარინი სავარაუდოდ ძალიან წყურია და მაგიტომ. დიდი ალბათობით მაგიტომ მინდა. კაი, მოკლედ. ეს გავხიო. აშკარად წყურება. ეს რა არის? პური, ეცალი. აიმე. იშველე დედი. დამეყარა პურის. ვიყიდე იმერული ყველი, გონზია რა როგორი აქვს და გემოც არ გამისინჯოს, მაგრამ ამ ქალბატონთან ყიდულობ ხოლმე და ცუდი არ არის. ეს მარიამს რაღაც ახლამი. ძალიან მიყვარს და მივეცი სერველად ის რო არის დაახლოებით 7 ლარამდე 6 და 80, აი 7 ლარამდე ხა ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს თეთრები და ძალიან მიყვარს. ყველს რაც შეეხება აზია რო არ მე გავსინჯავ. ეს არის დაახლოებით 8 ლარამდე. ბავშვი საყვარელო რა გინდა შეიძლება? აი 1 წუთით. რა გინდა? ეს შენები? შენი რაღაც აგებედიკო მე. იმედი მაქვს მომეწონება. კაია იყო. მერე ხადა რომელშიც გადავიხადე 2 ლარი და საკმაოდ გემრიელია, რაღაცა კვერცხის სუნიც ეს და აუ ეხა რაღაცა ცუდად არ გავხდე. ეგ ჩემია და თუ შეიძლება დადე. არ ვიცი რატომ სენს შეიძლება მე ვერ ვარ კარგად ვერ გეტყვით. ადასუ მაგას მივიქნევ ხოლმე. 1 კარტოფილის ღვეზელი, ლარი და 40 და ლობიანი, რომელიც ადრე მახსოვს რომ ქონდა ძალიან გემრიელი და მარიკოს ძალიან უყვარს ლობიანი. ეს ღირდა დედა, სამოგვეჭამა. რა, საყვარელო. ლობიანი. ხო, დედა, რა შემოგვეჭამა, შენ გიყიდე და აგერ არის. ნუ აი ხა იდეაში სიმართლე გითხრათ. დედი მანდარინი
Იცი ნახო ეს რა უბედურებია. ის არის რა ქვია. აი ვითომ არაფერი, მაგრამ კარგად ბევრი დავხარჯე. ხო ეს ვიყიდე კიდე ორი არის. მარიკოს უყვარს ძალიან, ამიტომაც. ძალიან მიგიწევს ბავშვობაში გვეყვარდა. ბავშვობაში უყვარდა. იცი რა, გარედან არის რაღაცა საშინელი ფერი, თორე შიგნით არ არის. ცუდი სიმართლე რომ გითხრათ, ანუ მაგრამ ეს გარედან რაღაცა იმედი გამეცროვდა, რომ დავინახე, ძალიან არ მომეწონა. სხვადასხვა ვიღაც ექიმი საუბრობდა, რომ ეს თეთრები არ უნდა მოაცილოთ, რაღაცისთვის ყოფილა კარგი, მაგრამ მე თუ მეზარება არ ვაცლი ხოლმე, მაგრამ რაღაცა შეყოლებაც იცის. დღეს არის პარასკევი და უბედნიერესი ვარ, იმიტომ რომ შემიძლია ხოლ სახლში ვიყო. Yes. იგი ხარ დედე? ხო და მოკლედ მაგამ ვითვარ ძალიან ახრთოვანებული. საქონლის ხორცი მაქვს მაცივარში, რავი, რამდენი ხნის წინ ნაყიდი. აი, კარგად რო ვიყავი და მეთქი ხინკალი უნდა გავაკეთო თქო და ამ კარგად ყოფნას მოყვა ის, რომ საწყოში ჩავეგდე 3 კვირით კი ხედავთ, ჯერ ისე ვერა ვარ კარგად. ხო და თუ კარგად ვიგრძნობ თავს შედარებით. ძალიან მომენატრა ხინკალი და იქნებ ზე გავაკეთო. ხვალ არა მგონი. მაგის ის მქონდეს დიდად სურვილი მოგატყუებთ, ალბათ უფრო ზე. თან უნდა გავუკეთო მარიკოს გუფთა ან ჩვეულებრივი ბოსტნეულის წვნიანი მოთუშული ხორცით. აი არ ვიცი რომელს გადავწყვეტ, რომელიღაც უნდა გავაკეთო. ალბათ უფრო მაგას მოთუშულით და მაკარონით, არა. მათუშულით ვერ ავჭამ. ჰა? მათუშულით ვერ ავჭამ, გოგო, როგორ უნდა ვჭამო მათუშულით? შენ ხომ ერთმე ხოლმე ბაღში დედა მაკარონს მოთუშული ხორცით რო რომ მოგიყრიან ხოლმე გემრიელ ხორცს. ამის მოსაწონი ხო ვერაფერი გამოჩნდა. მოკლედ არ ვიცი. გამონჯანჯულია ხომა. აუ არ ვიცი, ხაცნაირად მანდარინმა მასია მომდა, აი მწყუროდა და ის სიმჟავემ ცოტა იმასაკნა რა გვდიან. განეიტრალა. აი ხალხო, ვირუსის მერე უკვე თბილად ამაცვია და მათ შეღუღუნებული. ყავაც აგერ ხო თანთალებს გოგო, ხო. მოვიდუღე. არ მინდა არავის მოდუღებული, ჩემით მოვიდუღე. ისა 1-3 კვირის უკან ვიყიდე 2.5 წყალ, ახლაც ამაკ. ხო ის მეგდოს, რატო დავხარჯო სულ ხო? ახლა ხალხო მჭირდება თქვენი დახმარება. ესე იგი, ვიცვამ შავ მოტყლეზილ კაბას. ისეც რომ კოჭებამდე მიათრევს რა, ეგეთ კაბას. ლამას მოწიწებულ კაბას ვიცვამ. ჭირდება წითელი პომადა. კბილებზე რო არ გადავიდეს ისეთი ხალხო, მე მეზიზება რო გადადის მზარავს. არ მიყვარს, არ მიხდება კბილზე პომადა. ძალიან მინდა შიდისფერი არ მინდა. არა, წითელი მინდა. ხო და რაც ავიყიდე ხო, ზოგი აქეთ გარბი, ზოგი იქით გამორბი, ზოგი კბილზე გადადის და რა ვიცი არ მომწონს და თუ იცი თქვენა ხო, კაი გძეტა. ხო, რა გძეტა პომადა, კარგი კომენტარებში ჩაწერეთ. სად ვიყიდო რა ღირს. სავლარზე მაღალი არ დაწეროთ. ახლა ხო განაფული არა მაქვს, მაგრამ ახალი წელი მოდის ხო, ახლა პომადაში ხო მივათხრე შავ 15 ლარს, მე თუ მაღალო ჯვარი მწერია, მაგრამ იყოს თუ კიდე 5 იყიდეს, არ არის პრობლემა. ახლა მე დავაგდე ძალიან ისა ფასი, ხო 7-იც იყოს რა. 7 ლარის ფარგლებში ვეძებ წითელ პომადას. რო წაიშვამ ხო, დედა შემოგაშტერდნენ რომ მალადეც ქუდოდიო ეგ მითხრან. ახლა მე ადრე ვყიდულობდი ხო, ვაგზის მეტროდან რო გამოხარ, მიდიხარ და სტოპ.
მოსახვევში იქა ხო და რომ მივედი აღარ არისო თქვენი შესადარიო რა თქვენა რომ გიხდებოდეთ ეგეთი აღარ არისო და ახლა ხო თორე ისედაც მაძლევდი რომ ახლა სამი წაიღე ერთის ფასად მაგრამ არ მინდა რა თმიდა ახლა რო არა მიხდება ეგა წამო ახარ მესომება უკვე ჭკუა აღარ მომეკითხება ისე დღეში ვარ კიდე კაი მზე გამოვიდა და შევყარე სარეცხი თორე ხო უკვე ნერვები აღარ არის მოგიხსენებათ გაიწურა ნერვები ქვეყნის ეკონომიკასავით გაიწურა ხო და ამესესა გული ამესესა ხო და ვიცვამ შავ კაბას და მინდა წითელი პომადა ხო შილაკრი ვიცი სადაც უნდა გავიკეთო ერთი კაი გოგო არის და სულ მეპატიჟება და უნდა მივიდე ავიღებ ერთ პლეტკა შოკოლადს ამოვიჩლიავებ და წავალ ხო და ის არის გაიზარდა უკვე ჭხილი გაიზარდა და შილაკრი უნდა გავიკეთო ხო და წითელი პომადა უნდა წავისვა შავი კაბა ხო და რა გავიკეთო შილაკრი რა ფერი გავიკეთო არ ვიცი რამე მინდა რა სადა წითელის არ მინდა ლაკი ჭხილი ლაკი არ მინდა წითელი არ უხდება რა ჩემნას თითებს წითელი რა ხო და ისა დამიწერეთ სად ვიყიდო წითელი კვაშა ახლა მე მაიწყობს ვაგზალი ნაძალადენი შორსა ვერ ვივლი ახლა მოგეხსენებათ თუ კურიერი მომიჩუქჩუქებს იმ ფაში კი ბატონო მაგრამ ახლა მე პომადაში გადავიხადო ტურსაცხში პომადა ჩემი პურად შეჭკურა ტურსაცხი ახლა 7 ლარი პომადაში გადავიხადო და ზემოდანა 6 ლარი კურიერს დაუბატო მე მგონი ჯერამ არ გავგიჟებულ ვარ ხო კარგით დამიწერეთ სად ვიყიდი კვაშა ტრენდულ იმას ტურსაცხს აჰა მეტი რა დავაბატო ახლა კალას ველაპარაკე პრესის სპიკერმა მითხრა რომ ქუდოდი არ ინერვიულო ნებისმიერ დროს ვანოკი განახორციელე ჩვენ და გირეკავს ახალი აბავის შეხოს მეურეკავდი ხო და ის არის ყველაფერი არის გაკონტროლებული და ისა შემოდის значи ჩუმად მინდა გითხრათ სანამ კანონი შემოვა რომ დაფეთებულებმა არ იყუროთ მერე ისა კითხვაზე როდის თხოვდები ყლაშანჯარიმა მე რა თქვა რომ არ გამიფრთხილები ხარ წინა წერ გეუბნები მე და კალას მაინც ახლა ურთიერთობა გვაქვს და კალა ვინ არის ჩვენ ხო რა ვიღეცი არ მინდა რა ვთქვა არ არის ხო მეორე ჯაი სამსავი ტყვი ხა და ყველაფერს ვერ ვიტყვი მეორე როდისაც ჩემ ბალხს მაგაზი არის მაგარი ჯარი მაგაორმაგებუ მესამე კითხვა ისა სახში ვინ უნდა დაალაგოს და დარეცხოს ჭურჭელი რძალმა თუ დედამთინა მაგაზე კანეიც უკვე ეგა გასაჩივრებასაც არ ექვემდებარება სამი დანარჩენსაც მოგაშველებთ გზაში იცოდეთ მაგარი კანონები მიდის საქართველოს და დავამის გასვოთ მაგარ ქვეყანას და წინასწარ გავფრთხილებთ მე რა დაიწყოთ უიდე და რატო დამაჯარი იმეს სტოპ გავფრთხილებული ხარ ხო შო კალას ველაპარაკე ყველაფერი მოგვარებულია ქალებო ამოვისუნთქოთ ნელ-ნელა ჩვენსკენ მოდის ყოფა ცხოვრება ახა ხალხო რაც მოვედი ხო სახლში და დავჭიქი შემთხვევით ჩემი ლამაზი მარჯვენა ხელის თითით ვსკროლავდი რაღაცას ვიღაცისა სიყვარულის კადრებს ვუყურე ხელი როგორ თხოვა და დავარდა მუხლებზე რა ვიცი მე არ გადაიყულიფა იბარად მეტი ჩარა ხო და იმანად აბახელები აიფარა აბაიტირა აბატკაცი აბატკუცი რაღაცნაირად ხო გულიზე მეამა მე ვიტირე ხალხო აჰა ერთი თეფში ჭამე მანდარინკა ისე ვიტირე ვინერვიულე ხალხო კი არ ვინერვიულე ფეტნიერებისაგან ვინერვიულე ამ ბოლო დროს არ ვიცი შეიძლება მე ვაფშე ძდერუზი მაგან გზიტა არა ალვადეროზის ბრალია ყველაფერი რაც ახდება ხო რაღაცა რომანტიკა ცრევლად ვიღურები არ ვიცი რა იგი სკროლა
ჯავრა ამ ხალხმა დაბადებიან მუხლებზე ეგრევე ცოლობა უნდა სთხოვ. რა იყო შეკაიბავი და რო ხოჭმე თასმა გაგიხდა და შეიკრა. ვსივარ, ვერაფრით ხალხო ვერ გავიხსენე იმის სახელი, მაღალი როა. უდიპლომო სასიძოროა, უდიპლომო. პრეზიდენტი ხალხო ჩვენი ქვეყნის. დედა რა უნდა მავიწყო? აი, კიდე თუ არ ვიცი, შეიძლება გადადგა. ვარა თუ რატო გადადგებოდა? შეიძლება გადააყენეს. რაც გაიგებს, სწავლებივით არიან. მაგრამ აი, სხვა მოვიდა უკვე, არ ვიცი, რაღაცა ძალიან ავირიე. რა ქვია გაფიცეთ მამიდაშვილებს. აჰა, კომონ ხალხო, როგორ არის თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი? კომო ხო იცი სად ვისწავლე? ჩაჯიბილის ველაპარაკე და ეგრე უნდა თქვაო. ვენდე რა ერა. დედა უფალ, როგორ არ უნდა იცოდეთ ხალხო თქვენი ქვეყნის პრეზიდენტი? კაი, მე დამავიწყდა. ესე იგი მე თუ არ მოხსოვს აქციულები ვართ. რაჯადაბამ დამავიწყდა. მაღალი როა რა. ეს რომ ვამატებე ხო? მე დამიმახსოვრო მაგიჟღად. ეხლა რათა დაკავშირები დამიმახსოვრო. ჭაო ჭია ბაჭა, თითქოს ჭუდან იწყება. არა. რა მნიშვნელობა აქვს? ისე რომ ვთქვათ.